კურფიურსტენდამი, ანუ კუდამი, ოდესღაც დასავლეთ ბერლინის გული იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ქალაქი კედელმა ორად გაყო, სწორედ აქ ჩამოყალიბდა დასავლეთის ცენტრი. აქ იყო მაღაზიები, კინოთეატრები, რეკლამები, კაფეები და ის ყოველდღიური ცხოვრება, რომელსაც აღმოსავლეთ ბერლინიდან მხოლოდ შორიდან უყურებდნენ. დღეს კედელი აღარ არსებობს, მაგრამ ქალაქს თავისი მეხსიერება დარჩა. კუდამზე სეირნობისას ყოველთვის ერთი ადგილი მაჩერებს. კაიზერ ვილჰელმის მეხსიერების ეკლესია. პირველად რომ ვნახე გამიკვირდა, რატომ არ აღადგინეს, რატომ დატოვეს ასე, ნახევრად დანგრეული. მერე მივხვდი, რომ სწორედ ამაშია მისი მნიშვნელობა. 1953 წელს მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვამ ეკლესია თითქმის გაანადგურა. ომის შემდეგ კი ბერლინელებმა მისი ნანგრევები შეგნებულად დატოვეს. არა როგორც არქიტექტურული ძეგლი, როგორც გაფრთხილება, როგორც შეხსენება იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება სიძულვილმა, ფანატიზმმა და ძალაუფლების სიგიჟემ. ბერლინს ერთი საინტერესო თვისება აქვს. აქ ისტორიის დამალვას არ ცდილობენ, არ ალამაზებენ, არ ფუთავენ, ტოვებენ იქ, სადაც ყველამ უნდა დაინახოს. მეხსიერების ეკლესიიდან რამდენიმე წუთის სავალზე ვიტენბერგ პლაცია. მეტროს სადგური, რომლის კედელზეც ერთი პატარა წარწერაა. მოკლე, 7 და ამავე დროს შემზარავი. არასოდეს დაივიწყოთ. ქვემოთ კი ჩამოთვლილია სახელები. აუშვიცი, ტრებლინკა, მაიდანეკი, დახაუ, ბერგენ-ბელზენი. ადგილები, სადაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დასრულდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წარწერას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ევროპა მხოლოდ კეთილმოწყობილი ქუჩები და ლამაზი ფასადები არ არის. ევროპა მეხსიერებაც არის. უნარი შეხედო საკუთარ წარსულს. აღიარო საკუთარი შეცდომები, არ დამალო და მომავალ თაობას უთხრა. ნახე, ესეც ვიღავით, ესეც ჩავიდინეთ და აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ალბათ ამიტომ მიყვარს ბერლინი, რადგან ეს ქალაქი საკუთარ ისტორიას არ გაურბის. მის გვერდით ცხოვრობს და ყოველდღე ჩუმად ორ სიტყვას იმეორებს. არასოდეს დაივიწყოთ.